მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ხო, მეც მინდა რომ ხაზი გავუსვა თქვენ აღნიშნეთ წერილის ის ნაწილი, სადაც ელჩმა განაცხადა, რომ რაღაც გულწრფელი საუბარი შედგა და კი, პრინციპში ნამდვილად გულწრფელად უთხარით და ყოველგვარი შელამაზების გარეშე გადავეცით ის პროტესტი, რომელიც ობიექტურად არსებობს ქართულ ხალხში ამასთან დაკავშირებით, იმ ფორმასთან დაკავშირებით, როგორც გადმოსცეს და ახსენეს, ეს მართლა ძალიან მძიმე ტრაგედია. პირდაპირ ითქვა ჩვენი მხრიდან, რომ ეს არათუ ჩასვლა, ეს იყო გენოციდი ყველა საერთაშორისო სამართლის დღევანდელი ნორმებით და გათვალისწინებით და შესაბამისად ჩვენ ვერ შევეგუებოდით იმას, რომ ეს ესე უყურადღებოდ დაგვეტოვა და ყოველგვარი რეაგირების გარშე დაგვეტოვა და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მიგვეჩნია შეცდომად ის ფაქტი, რომ ამ სიტყვებით მოხდა, ასე ვთქვათ, ამ დღის მოხსენიება და გადავეცით ქართული ხალხის ბრალს და მოლოდინ იმას, რომ ამასთან დაკავშირებით გაკეთდებოდა საელჩოს მხრიდან დამატებითი განცხადება. რასთან დაკავშირებითაც გვითხრეს, რომ რაღაც მოიფიქრებდნენ, როგორ მოახდინეთ ისეთი ფორმით საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რომ რაღაცნაირად ეს, ასე ვთქვათ, წენა თუ ეს უსიამოვნება და შეცდომა, რომელიც იქნება დაშვებული რაღაც ახსნა და დამატებითი განმარტება გაკეთებული იყო და როგორც ვიხილეთ ეს განცხადება გაკეთდა და ის ტერმინი, რომელიც თავდაპირველად იქნება გამოყენება, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იყო, ეს ჩასვლა შეიცვალა ამ ტკივილიანი გადასახლებით და ტრაგედიით. ამიტომ ხო ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ესეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენც ავიმაღლოთ ხმა, კი ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თვლით, რომ არ წარმოადგენს ქართული ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და ჩვენ დავინახეთ, რომ ამ შემთხვევაშიც იმის ფონზე, როდესაც რაღაცა ელჩი ივანიშვილზე რაღაცა გადაბრუნებულ სიტყვის და გამოხტებიან და რაღაც უხამსად აკრიტიკებენ მათ შორის, ხო? ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს და წარმომადგენლებს მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის ღირსებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს წინაპრებს შეეხნენ, საერთოდ ჩუმად იყვნენ და არაფერი არ დაუფიქსირებია და ჩვენ ერთადერთი გზა გვქონდა, რომ ჩვენ ხალხს აგვემაღლებინა ხმა და გიორგიმ სწორად აღნიშნა, რომ ჩვენ ძალა მოგვცა, ჩვენ ახლა ახალგაზრდული მოძრაობა ვართ, ახალი პოლიტიკური მოძრაობა ვართ და ჩვენ მხოლოდ ჩვენი პროტესტი რო ყოფილიყო, ეს არავინ ამაზე რეაგირებას არ მოხდა და ზუსტად იმიტომ, რომ ქართულმა ხალხმა ამასთან დაკავშირებით გულწრფელი პროტესტი გამოთქვა, მას მოუწია ჩვენთან შეხვედრა და მათ შორის მოუწია საბოლოოდ ამ ასე ვთქვათ პოზიციის შეცვლა და ამ სიტყვებით უკვე გამოხატვა ამ ტრაგედიის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენ ვიყოთ ერთიანი საზოგადოება ყველა პრობლემასთან მიმართებაში და რაღაცნაირად არ ვიყოთ იმას მხოლოდ ხელისუფლების იმედად, მაშინ როდესაც ვიცით, რომ ხელისუფლება არ ასახავს ქართული ხალხის ნებას და ნახეთ, რომ თუ ვართ ერთიანი, თუ ვიცავთ ჩვენს ღირსებას, შედეგს ეს აუცილებლად საბოლოოდ გამოაქვს შედეგი. ამიტომ ამ კუთხით ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბავია მთლიანობაში ეს ისტორია. კი ბატონო, ლევან, ცოტა სხვა საკითხებზეც გადავიდეთ აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე და მოდით ვისაუბროთ აი ბოლო რამდენიმე დღეში განვითარებულ პროცესებზე. გულისხმობ ლევან დავითაშვილის ყოფილი პრემიერის გამოკითხვაზე დაბარებას, რომელმაც უკვე ქვეყანა დატოვა. ჟურნალისტი ელისო კილაძე დაიჭირეს რაღაცა კოლ-ცენტრები, კორუფცია, მარცხალადესთან კავშირი და ასე შემდეგ. ბაჩიაშვილი გაათავისუფლეს, ყველაფერი აღიარა, ზარალია ანაზღაურა, ყველაფერი დააბრუნა და ასე შემდეგო. რა პროცესს ვადევნებთ თქვენი დაკვირვებით? თვალს. ისეთ ჩემთვის აი ყველაზე რისგან ასუფთავებს ესე ვიტყოდი ქართული ოცნება, აი მას ვისაც ებრძვის. რა არის ეს? ჩემთვის აი ყველაზე სიმპტომური იყო ერთი ფაქტი, რომ თითქოს კავშირში არ არის. არ ვიცი, მე არ მახსენდება აქამდე ეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღის ესეთი კოლექტიური და თითქოს სავალდებულო მილოცვები, აი რაღაცა მართლა ავტორიტარულ რეჟიმებს რო გაგახსენებს, რომ თუ არ მიულოცე რეჟიმს და ლიდერს დაბადების დღე, რაღაცა შეიძლება ჩაქთვალოს, რომ არასაკმარისად ერთგულია. ჩემი ზუსტად ამ დაჭერების გამოძახილი, რომ ყველა არის შეშინებული. ეხლა რომ ვინ მოხდება ჭრდილში, ვინ ჩათვლის ბატონი ბიძინა, რომ არასაკმარისად ერთგულია, რომ ვინ მიუტანს ამბავს, რომ რომელიღაცა ჩინოვნიკმა ივანიშვილის ზურგს უკან რაიმე გააკეთა და ეხა იყო მართლაც აი სამარცხინო, აი საცოდავი რაღაცა ქებადიდება, რაღაცა ბელადის და ზუსტად ამის გამოძახილია, რომ რაღაცნაირად მიმდინარეობს შიდა წმენდა, იქ დარწმუნებული ვარ, ეს არის შიდა თამაში იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო ერთგულია ბატონი ბიძინას და ვინ უფრო ნაკლებად ერთგულია და ამას ვადევნებ თვალს. კობახიძე ეხლა თქვენ წეღან მოყევით ხო ის განცხადება რაც გააკეთა, რომ ბაჩიაშვილის გამოშვებას, რომ აი თურმე ასე ვთქვათ, როგორი დამნაშავე იყო, პირიქით არის, ხო, ეს პირიქით ადასტურებს, რომ აქ მოსამართლეც, პროკურორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილი. თუ მას დაულაგდები, თუ ფულს დაუბრუნებ, თუ გაუყოფ, თუ გადაუხდი, ყველაფერი მოგვარდება, ხო? და ყველაფერი დაალაგდება. აქ პასუხი იქნებოდა, რომ მათ რეალურად დაემტკიცებინათ არა სასამართლოში, იმიტომ რომ სასამართლო რო ქართული საზოგადოებისთვის რაღაცა მტკიცებულებები მოეყვანათ, რომ რაღაცა დანაშაული არსებობდა და პასუხი ეგო თუ დააშავა რამე. თუმცა აქ ვნახეთ, რომ არანაირი სასამართლო არ არსებობს და ივანიშვილთან თუ დაალაგებ, ყველაფერი მოსულა და თუ ვერ ლაგდები, საერთოდ აგერ ტროტუარზე მდგომის გამო შეიძლება დაგიჭირო. ლევან, იცით რა მინდა გითხოთ, აი თქვენს ირგული არ ვიცი, ან თქვენი დაკვირვებით, როგორი არის საზოგადოების რეაქცია ზოგადად იმაზე,
რასაც აი ძალიან დემონსტრირებენ, რომ აი ერთი ადამიანი არის ფაქტობრივად სახელმწიფო, ხომ? ყველაფერი არის მორგებული ივანიშვილზე, არ ვიცი, სამართალიც, უსამართლობაც პირდაპირ რომ ვთქვა, ყველაფერი ერგება ივანიშვილის ინტერესებს, ხო და ბაჩაშვილი არის ამის ყველაზე, არ ვიცი, ნათელი მაგალითი, ალბათ, აი თქვენი დაკვირვებით როგორია ამაზე საზოგადოების რეაქცია, ანუ აი რამდენად ყიდიან პროპაგანდით ზუსტად ისე მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც ვუყურებთ. კი ბატონო, ხო ჩვენ როგორც იცით ხშირად დავდივართ რეგიონებში და ვცდილობთ რაღაც ყველა საკითხთან დაკავშირებით გავიგოთ საზოგადოების აზრი და ხო მე ვფიქრობ რომ ანუ საზოგადოება ესე არ ტყუდება და ტყუილად გონიათ რომ ადამიანები სულელები არიან. სრულიად გააზრებული აქვთ იქ რეალობაში ვცხოვრობთ, ის რომ ერთი ადამიანი გმართავს და ყველაფერს აბსოლუტურად ისწყვეტს, ის რომ ნებისმიერი ჩინოვნიკი არ ვიცი პარლამენტის თავმჯდომარე და დაწყებული პრემიერით გაგრძელებული და ნებისმიერი მინისტრი დამთავრებული ერთ დღეში შეუძლია მოისროლოს ნაგავზე და ნებისმიერი სხვა ასე ვთქვათ მისი ერთგული ნებისმიერი ადამიანი ჩაანაცვლოს და ეს სრულად გააზრებულია საზოგადოებაში, თუმცა პრობლემა ასე ვთქვათ რაშიც ვაწყდებით არის ის რომ რაღაცნაირი უიმედობა არის საზოგადოებაში და ჩვენი მთავარი პრობლემა რასაც ვამბობთ სწორედ ეს არის, თუმცა მე ვფიქრობ ისინი ძალიან ცუდ მცდარ და არასწორ დაშვებას აკეთებენ. კი გასაგებია რომ ჩვენ ასე ვთქვათ საბჭოთა პერიოდი გვაქვს გამოვლილი და სადაც ანუ სრულ ავტორიტარიზმში ვცხოვრობდით და ძალიან მძიმედ გვადებს ეს ჯერ კიდევ ეს დაღი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქართველები ვართ ის ერი, რომელიც ზოგადად ვერ ვეგუებით იმას, როდესაც ერთი ადამიანი ბატონობს ჩვენზე, მით უმეტეს, როდესაც უსამართლოდ ბატონობს. ხო, ჩვენ ვართ ერი, რომელიც ამაყობს იმით, რომ ქონდა მხარეები, რომლებიც რაღაც უბატონო იყვნენ და რომელიც ვერ ახერხებდნენ ხალხის დამორჩილებას. ქონდა რაღაცა მთიან რეგიონებში ვიცით, რაღაც იმის ტრადიცია, როდესაც ხევისბერი მართავდა, თემი მართავდა და საზოგადოება იყო ჩართული. ჩვენ მგონია, რომ ის ერი ვართ ზოგადად, რომელიც ვერ გუებს ავტორიტარიზმს. კი, მათ შორის იმ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამორჩეულად ერი, რომელიც ყველაზე მეტად იმაღლებდა ამაზე ხმას და ამის წინააღმდეგ იბრძოდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მათი აი სიმშვიდე რომ თითქოს ამას ქართული ხალხი ბოლომდე შეეგუება, არასდროს არ გააპროტესტებს. ანუ ქართული ხალხი ეხა არის ნამდვილად ჩუმად. ეხა არის აი რაღაცნაირად ამ ბრაზს იკრებს რა და ეს ბრაზი ადრე თუ გენ აუცილებლად მიაღწევს რაღაც წერტილს და როგორც კი ნახავენ აი საშუალებას ამ ბრაზის გამოვლენის. ნახავენ ადამიანებს, რომლებსაც დაუჯერებენ რომ აი ბრძოლაში შეიძლება გაყვნენ. ხო, ეხა ჩვენ ეს პრობლემა მაქვს, რომ თვითონ ძალიან გაბრაზებული არის. მზაობა აქვს ამ ბრძოლის და ვერ ხედავენ აი ვის შეიძლება გაყვნენ ამ ბრძოლაში და როგორც კი აი ჩამოყალიბდება, აი ეს ბრაზი ძალიან ცუდად დაუბრუნდებათ, მას მე მჯერა ამის.